მოგესალმებით მეგობრებო ყველას. ამ კადრებთან დაკავშირებით მინდა 1-2 სიტყვა გავაჟღერო, რომ ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ მომრავლდა ასეთი კადრები, სადაც ადამიანებს პირდაპირ ატყუებენ, თუ კი ადამიანებს არ აქვთ გამოცდილი თვალი ამ მხრივ ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი კადრებით. ესე იგი, ყველა ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც ეს დღესდღეობით ჟღერდება მედიაში თუ ინტერნეტ სივრცეში, მინდა გითხრათ, რომ ხელოვნური ინტელექტის მიერ გამომუშავებული კადრები ძალიან მოხშირდა. ასე რომ ერთადერთი განსხვავება ხელოვნური ინტელექტის მიერ გამომუშავებული კადრებისა და ნამდვილი კადრებს შორის არის ის, რომ კარგად დააკვირდეთ, ანუ განსხვავება ის არის, რომ ერთი რეალურია და მეორე მხოლოდ წარმოქმნილი აბსოლუტური ციფრული აპარატების მიერ და დაკვირვება შეგიძლიათ ერთ რამეზე, რომ გამოიცნოთ, არის ეს ციფრული აპარატის მიერ შექმნილი კადრები თუ რეალური კადრები, ძირითადად კამერის მოძრაობასა და ხელებზე. თუ კი თქვენ დააკვირდებით აი ამ ადამიანების ხელებს, რომლებიც ვითომ კამერას იღებენ და ვითომ პირამიდების ქვემოთ მოცემულ რაღაც სივრცეში შევიდნენ, სადაც აღმოაჩინეს ჩვენთვის წარმოუდგენელი საკითხები, ნახავთ, რომ ზოგიერთ ადამიანს 3 თითი აქვს, ზოგიერთ 2 თითი. აქ ხელოვნური ინტელექტი ჯერ კარგად არ არის დახვეწილი და თითებს ვერ გენერირებს ისე როგორც ბუნებრივად. ამიტომ დააკვირდით, თუ კი თქვენ ინფორმაციის მოძიება დაგეზარებათ, დააკვირდით ხელებზე და აუცილებლად გამოჩნდება რომელიმე კადრში ზოგჯერ 2 თითი, ზოგჯერ 3 თითი, ზოგჯერ არაბუნებრივად განლაგებული თითები. ამიტომ ფრთხილად იყავით, ძალიან ბევრი ინფორმაციები გავრცელდება ასე ხელოვნურად წარმოქმნილი კადრებისა და ყველაფერს დაიჯერებთ. ანუ ეს იმისთვის არის გაკეთებული, რომ ადამიანები შეიყვანონ დიდ სიცრუეში, აცხოვრონ ილუზიაში, როგორც დღემდე გვაცხოვრებდნენ წერილობით სახით, ასე დღეს უკვე კადრების სახით გვაცხოვრონ ილუზიებში და წარმოქმნიან უამრავ ნაგავს. ასე რომ ფრთხილად და გაუზიარეთ ეს ვიდეო ყველას, რომ მომზადებულები იყვნენ, რომ ფსიქიკამ გაუძლოს ამ ყველა ნაგავს, რომელიც შემოყრილი არის ინტერნეტ სივრცეში. მადლობა ყურადღებისთვის.